შელე ეხლა დაგინახე მონიტორში მანამდე არ შემიხედოს ძალიან გიხდება რა იყო ულამაზესი ხარ მე მართლა ძალიან ლამაზი გულსაბნევი მიგეთია რომელიც ქეთი არაყიშვილის შექმნილია ქეთის გარკვეული საზოგადოების ნაწილი უკვე იცნობს ძალიან კარგად დახვეწილი და გემოვნებიანი დიზაინერია იგი პროფესიით ექიმია თუმცა დიზაინერობა მისი მთავარი საქმიანობა გახდა დღესდღეობით 2002 წელს ცისფერ გალერეაში მიიღო მონაწილეობა გამოფენაში სადაც მაშინდელმა კულტურის მინისტრმა თვითნასწავლი ხელოვანის დიპლომის გადასცა ქეთი არაყიშვილი დღეს ჩვენი სტუმარია აღფრთოვანებული ვარ მონიტორში რო ვიყურები რა ლამაზია ძალიან ბევრი ლამაზი ნივთია სტუდიაში გვაქვს დილამშვიდობისა ქეთი ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის მე როგორც აღვნიშნე უკვე ექიმი ხართ პროფესიით თუმცა დიზაინერობა გადაწყვეტეთ და ქმნით ძალიან ლამაზ ნივთებს როგორ შემოიჭრა დიზაინი თქვენს ცხოვრებაში როგორ შემოიჭრა დაახლოებით 20 წლის წინ როდესაც მშობლების გადაწყვეტილებით უფრო გადავწყვიტე რომ სამედიცინოზე შევსულიყავი, მაგრამ ისიც წლები იყო ჩაბნელებული საქართველოს რაღაც და ყველა ადამიანი ცდილობს რომ რაღაცნაირად ამ პერიოდში იპოვოს თავისი თავი რეალიზაცია მოახდინოს თავისი შესაძლებლობების და დავიწყე ქარგვა. თავიდან დამაინტერესა გეიშების თემამ, როგორც არის ჰარუნობის, მორნობის, უტამაროს, ანუ უკიოკე სკოლის წარმომადგენლის ნამუშევრებს ქარგავდი და ამით შევედი პირველი ნაბიჯები ეს იყო ცისფერ გალერეაში, ანუ თითო 2002 წელს. არა, ეს წლები ჭირდებოდა ამ ნამუშევრების შექმნას, იმიტომ რომ მაქვს ნამუშევრები, რომლებსაც ქარგავდი დაახლოებით 1 წელი 9 თვე და სხვათა შორის მე როგორც ვიცით თქვენ აი ამ თვითნაკეთი ხელნაკეთი უბრალოდ თვითნაკეთი ხელნაკეთი ნივთების გაკეთება დაიწყეთ ძალიან პატარა რო იყავ დაახლოებით 3 წლის არა ინტერვიუ მე მომიტანა ჩიტმა ამბავი დიახ რა შენ გიგნო რა არის მაგრამ გახსოვს პირველი აი ნაკეთობა რა შენ ვერაღი გიქფოს სერიოზულად როგორ უნდა გიკეთია უსაბნევი რაც გააკეთე ეს ნამუშევარი ეს შეიძლება არ იყოს სერიოზული ჩამოყალიბებული დასრულებული რაღაცა ისეთი საკმაოდ ჩამოყალიბებული იყო იდეაც და ნამუშევარიც იმიტომ რომ ძალიან მინდოდა პატარაობაში ყვავილები მკეთებოდა როცა გავთხოვდებოდი ანუ ფატან ყვავილები თმებში და დედიკოს ფარდა დაუჭერი და გეკეთათ მე რო გათხოვდით თუ არა საკმაოდ სამწუხაროდ ეს ყვავილები არ შემოინახა ოჯახში მაგრამ ისტორია გვახსოვს ძალიან კარგი რამდენი ხანი უნდა ვიცით თვითონ ნამუშევრის შექმნას? აი, ანუ უნდა მოვიდეს მუზა თუ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაასხდეთ, მოიფიქროთ, რა გინდათ რომ გააკეთოთ, თუ აუცილებლად შინაგანი განწყობა არის საჭირო იმისთვის, რომ ესეთი ლამაზი გულსაბნევი ან ჩანთა შეიქმნას. ყოველთვის არ შემიძლია შევკერო ჩანთა, ან ავაწყო ყელსაბამი. რაღაც პერიოდი მაქვს, როდესაც ერთ პერიოდი ვმუშაობ სულ ყელსაბამებზე, ან სულ ქუდებზე და ძალიან ძნელად შეკვეთები არ მიყვარს. ანუ თქვენი გემოვნებით მიყვარს ერთადად. დიახ და ის განწყობა უნდა მქონდეს ამ ნივთს რო ვქნი, იმიტომ რომ ისეთი გულიანად თუ არ აკეთებ ნამუშევარს უკვე ის ისეთი აღარ გამოდის. და განწყობასთან დაკავშირებით სწორედ მინდა გითხრათ, თქვენ ხატებსაც ქარგავთ როგორც ვიცი, რამდენად საპასუხისმგებლო და რამდენად რთულია ამ საქმის კეთება. ხატიც ძალიან დიდი ხნის წინ დავქარგე. და არ ვიცოდი თუ ჩემი მოძღვრისგან ნებართვა უნდა ამეღო, რამდენიმე ხატი შევქმენი, შემდეგ მივიტანე ჩემს მოძღვართან და მან მითხრა, რომ იმდენად უნაკლოდ იყო შესრულებული, რომ შემეძლო ანუ ნებართვა მომცა, რომ ნებისმიერ ხატზე მე უკვე შემეძლო, რომ მემუშავა. სხვათა შორის, ესე იგი, მე ხლა ანი დამცინის და მეც უნდა ავყვე. რადგან ეს ხუთი მე მიხდება. თქვენ ახლა პირველი ის ადამიანი, რომელსაც პრინტი გააკეთა, ხო? ერთ-ერთი პირველი პრინტი იხმარა. იცი რა მაინტერესებს? ეს ყველაფერი? ძალიან ლამაზი ჩანთა. ჩანთები რომელსაც ჩვენი მაყურებელი ხედავს, ამ ადამიანის მიერ შექმნილი, ხელით და ყველაზე მთავარი ცი რა არის? თუ ამას შევძიათ, ეს გექნება თქვენ მარტო და არავის სხვა. ხო ისეა? დიახ, არ ვიმეორებ ნამუშევრებს. ხო, ნამუშევრები არ მეორდება, ხო? დიახ, არ მეორდება. მე 1500-მდე ქუდი მაქვს შექმნილი, მაგრამ არც ერთი არ გამეორებულა. ესეთი ქუდი ახლა არავის არ აქვს? არა, ასეთი პრინტით, ასეთ ფერებში მეორე აღარ იქნება. და მე როგორც ვიცი, რაღაცა უნიკალური ქართული მეთოდი გაქვთ ძაფების შესაღებად. რომელსაც იყენებთ. ამ მეთოდზე რო ვისაუბროთ, რა არის? ეს დაახლოებით 4 წლის წინ შევქმენი კოლექცია.
ეს არის ხელით დართული ძაფი, ქართული ტრადიციებით შეღებილი, ცოტა უცნაური ფორმა აქვს, რაღაცით აბჯარს მოგაგონებს, სამწუხაროდ მთელი კოლექცია გაიყიდა და საჩვენებლად მე ვერ მოვიტანე. და გამოყენებული არის ეს დაუმუშავებელი ტყავები, ქართული ორნამენტი ყურებს, ეს წვეტიანი ქუდია და ეს როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნის სიმბოლო, მაგრამ სრულდება ქართველი მეომრის აბჯრის ფორმებით და ქართული ორნამენტი. ის ერთ-ერთი გამოფენა იყო ნოსტალგია, კოლექცია, რომელსაც თქვენთვის რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ეს განსაკუთრებული, რაში გამოიხატება. როდესაც დაპრინტვა დავიწყე, ანუ პრინტავდი ისეთ სურათებს, რაც ძალიან ნოსტალგიურია, ის ძველი ფოტოები, ანუ თანამედროვე ფოტოები არ გამომიყენებია, მხოლოდ იყო ძველი ფოტოები და ზოგი მაბეჭდინებდა თავისი ბავშვობის დროინდელს, ან ვიღაც იყო რომელიღაც ქალაქში და იმ ქალაქის ნოსტალგია ჰქონდა და მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც გოგონამ მომიტანა დიდი ბებიის ბებიებზე, ბებიების ფოტოების ჩრდილით იყო დავპრინტეთ ეს ჩანთაზე და გავაფორმეთ ამ დიდი ბებიის მოქსოვილი მაქმანით და ძალიან საინტერესო ჩანთა გამოვიდა, სამწუხაროდ ფოტო არ დამრჩა. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ნოსტალგიური ანუ ნებისმიერ ადამიანის ხასიათის მიხედვით ის რის გამოც განიცდის ნოსტალგიას, იმას პრინტავდი მე უკვე ჩანთებზე. და არაერთ საქველმოქმედო გამოფენაშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული, როგორც ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მსგავსი გადაწყვეტილებები? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნებისმიერი, არა მარტო ხელოვანისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, აი ახლაც არ მინდა ესე გავანეკილო, ახლა ჩემი ნამუშევრები რა ვიცი. საერთოდ ქველმოქმედება ისეთი რაღაც არის, რომელზეც ხმამაღლა მე არ ვლაპარაკობ, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ახლაც მე გადავეცი ჩემი ნივთები, რომელიც მოხმარდება უსახლკარო ქალთა რაღაც ფონდი არის. ხო რა, ხო. შენ ციგები გიხდება? ყველაფერი ჩელე, რა თქმა უნდა. პერსონალურ გამოფენას თუ გეგმავთ, რომ ჩაატაროთ და გამოფინოთ ის ნივთები, რომელიც ახლა ჩვენი მაყურებელი ტკბება, რომელი ნივთებითაც. პერსონალური გამოფენა ერთხელ უკვე მქონდა შერატონში, საკმაოდ წარმატებული, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ანუ აი ამდენი ნამუშევრით ნამდვილად არ გავაკეთებ და ჯერჯერობით ვსრდი ჩემს აბას პატარას დამოუკიდებლად და არ მაქვს იმხელა დრო და ვერ ვქნი იმხელა კოლექციებს, რომ მე როგორც საჭიროა ისე გავიდე პერსონალურ გამოფენაზე, ანუ მცირედი კოლექციები. სხვათა შორის ახლა თქვენ რომ თქვენი ეს აქსესუარი რომელიც გულდგაბნევიათ, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში. არ გიჭირთ აი თქვენი ნამუშევრებთან გამომშვიდობება, როდესაც ადამიანი იძენს ამ ყველაფერს. ან სად შეიძლება თქვენი ნამუშევრები შეძენა? გაქვთ თუ არა რაიმე ესეთ საიტი ან გვერდი Facebook-ზე, ან მაღაზია, სადაც მოვა ჩვენი მაყურებელი და ათვალიერებს ძალიან ლამაზი. ხო, შემოქმედებას და მე აირჩევს რამეს. რამდენი კითხვა დავსი ერთად? დიახ, და რომელზე გიპასუხოთ რომელ დავიწყოთ რომელზე? როგორ შეიძლება რომ შევიძინოთ? მე დარწმუნებული ვარ ახლა მაყურებელი ეკრანთან ზის და ძალიან მოწონს ეს ნივთები და აინტერესებს ნამდვილად. ანუ პირველი შეკითხვა იყო რომ როგორ ყიდი და გაყიდვა ძალიან ძნელია, მაგრამ ხელოვანი თუ არ ყიდის ნამუშევარს, ის ვერასდროს ვერ ვითარდება. ჩემ გეიშებს რომ ყიდიდი, მართლა ვტიროდი. იმიტომ რომ ნაქარგზე რომელზეც მუშაობ ერთი წელი ძალიან ძნელია მისი გაყიდვა. რა თქმა უნდა. და შეძენა ჯერჯერობით სახლიდან, Facebook-ით მეხმიანებიან კლიენტები, ისე საერთოდ სრული კოლექციები ადრე შემქონდა მაღაზიაში პეკინზე და იქ იყიდებოდა. უბრალოდ ეხლა პატარის გამო ყველაფერს ვაკეთებ სახლში. კარგი. დაახლოებით, აი თუ შეიძლება ოპერატორს თხოვ, ეს პეპელა, რომელიც მე გულზე დამაფრინდა, დაახლოებით რა არის? ახლა მაქვს ფასდაკლება, არაფერი არ ადასამალი და ამას ვყიდი 45 ლარად. ძალიან დიდი ფასდაკლება მაქვს სექტემბრამდე და საერთოდაც ნებისმიერ ნამუშევარს ვადებ ისეთ თანხას, რომ ხელმისაწვდომი იყოს და გულდაცოცხლე, ანუ ძვირიანებიც მაქვს ნამუშევარი და არის ნამუშევრები, რომელსაც აი ამ ყველასამამის გაკეთებას დრო რამდენი დაჭირდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მძივია შეგნით ხოროფეთავ და ულამაზესია ნამდვილად. თან მე არ ვაწებებ, ანუ სათითაო ბისერი მაგრდება ხელით. აი რამის ხელით მიმაგრება. ანუ სათითაოთ არის ჩამაგრებული. შეიძლება ეს ყველაფერი წებოთი მიამაგრო და არის მეორე ვარიანტი ეს დიახ
და არის ისეთი ნამუშევარი, რომელსაც მე თუ გავყიდი, ვაძლევ ცხოვრების ბოლომდე გარანტიით, რომ ის არ გაფუჭდება და ისეთ დონეზეა შესრულებული, ამიტომ დაახლოებით 5-6 დღე. 5-6 დღე. მე მეგონა რომ თვეები დაჭირდებოდა ჩემო. ხო, სწრაფად მოიშა. შრომატებადია. არის თქვენს თქვა ცხოვრებაში ადამიანები, რომლებსაც ასწავლით თქვენს აი ამ დიდ ნიშს გადასცემთ, რომ მე გააგრძელოს ახალგაზრდობამ, ბავშვებმა, ვისაც მიდრეკლება აქვს თუნდაც აი ამ მაკმანების და ასე შემდეგ შექმნისა. მაკმანები არ ქვია ამ ყველაფერს თუ? ბისერები. ესენი არის ბისერები, მაკმანი რუსულად ანუ კრუჟა. ხო. ყავთ მოსწავლეები? არა, მოსწავლეებს ნამდვილად ამ ეტაპზე ვერ შევძლებ რომ მოსწავლეები ავიყვან, იმიტომ რომ მე ისეთი პატარა გადარევი მყავს. მაგრამ თუ ვიღაცას აინტერესებს რაღაცას მეკითხება, აუცილებლად ძალიან ბევრს დავხმარები ვარ ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე, ანუ დავხმარები ვარ, მისწავლებია რაღაც და იმას გავუკეთები. და მე მაინტერესებს კითხვა გაქვს? მქონდა. დამითმობ? კი, რა თქმა უნდა. კარგი, შეკვეთები თუ უნდა ადამიანს ითვალისწინებთ მის აზრს თუ გირჩევნიათ რომ თქვენი გემოვნებით გააკეთოთ ძირითადად? ანუ აზრს ვითვალისწინებ, ახლა ეს 2 კლასში უკვე შეკვეთა და საღამოს უკვე წაიღებენ. უნდათ ოდრის ფოტოთი, მაგრამ დანარჩენი სტილი, ანუ რომელ პრინცს, რომელი სტილი მოუხდებოდა, ეს ყველაფერი ჩემზე უნდა იყოს. ანუ მაგალითად მყიდველს, ეგრეთ წოდებულ კლიენტს არ შემიძლია რომ ვაყიდინო ის ქუდი სიტყვას, რომელიც სასტიკად არ უხდება, იმიტომ რომ ის მიიტანს მე სახში დადებს და ის ნივთი აბსოლუტურად გაუქმებული. ამიტომ ვცდილობ რომ ისი სტილი შეურჩიო და არ მოვატყო. ძალიან სუფთა უნდა იყო მყიდველთან, რომ შენთან მომავალშიც მოვიდეს და ის ნივთი აღარ დადოს. აპირებ გამოფენას უახლოეს მომავალში. რა თქმა უნდა, სულ ვარ ჩართული გამოფენებში, მაგრამ ადრე უფრო აქტიური ვიყავი. იცით, ეხლა ძალიან ხშირია და ძალიან რაღაც ფიქრობ, რაღაც გადარჩევაც უნდა მოხდეს. იმდენად ხშირია და იმდენად ყველაფერს უკვე handmade-ს ეძახიან, რომ უკვე ვარჩევ გამოფენებს, დიახ, რა თქმა უნდა. კარგი, მე ძალიან დიდი მადლობა, კეთი, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებ და მალე მოვალთ თქვენს პერსონალურ გამოფენას. აუცილებლად. ჩარლი ჩაპლინის ქუდით ჩვენ მაყურებელს დაუვანოსო და გათამაშება